ზოგისთვის ალბათ წარმოუდგენელია ეს მოწითალო ფერის ტაძარი, მაგრამ ჩვენ ესე ჩავთვალეთ საჭიროთ, რომ ნალესი ჩამოხსნილიყო და გამოჩენილიყო აი დღევანდელი იერსახე, როგორიც აქვს ტაძარს. ამ ტაძარს თავდაპირველად ჰქონდა ერთგვარი გემის ფორმა. ანუ ფრთები არ ჰქონდა მიშენებული. 1907-ში მოხდა ფრთების მიშენება. ტაძარი იყო კირით შეთეთრებული. მაშინ რუსული ხახვისთავა გუმბათები ედგა ამ ტაძარს და ტაძარის თეთრი იყო. თბილისში კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია 1895 წელს გაიხსნა. თავდაპირველად აქ პატარა და დაბალი ქვის საყდარი იყო. შემდეგ ეკლესია მრავალწლიანი ისტორია განვლო. დღეისათვის კი უკვე 130 წელს ითვლის. კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს შეუსრულდა 130 წელი. აქ იყო ძველი სასაფლაო. სასაფლაო იწყებოდა ნეველის ტაძრიდან, რომელიც მდებარეობს ჩვენს ქვევით. თავდაპირველად ერქვა ამ სასაფლაოს ნეველის სახელობის სასაფლაო. და შემდეგ, როდესაც ეს საფლავები გამრავლდა, მოგვიანებით უკვე რამდენიმე წლის შემდეგ იძულებული იყო თბილისის მოსახლეობა, რომ ეთხოვათ მაშინდელი ეგზარქოსისთვის მიტროპოლიტი პალადი რაევი, რომლის ლოცვა-კურთხევითაც მამა იოსებ ბერიძემ დაიწყო აი ამ ტაძრის მშენებლობა. და დაახლოებით 14,000 მანეთი ჯდებოდა მაშინდელი თანხით ამ ტაძრის აშენება. და მოხდა ისე, რომ ღვთისმადლით და ღვთისწყალობით სულ რაღაც 2 წელიწადში მოხდა ამ ტაძრის აშენება. ეროვნული მოძრაობის შემდეგ, როდესაც თამუნა ჭოველიძე დაიკრძალა აქ, მისი მამა ჩაუდგა სათავეში აი ამ ტაძრის განახლებას, არკადი ჭოველიძე. ღვთისმადლით და ღვთისწყალობით ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს ხახვისთავა გუმბათები მოეხსნა ამ ტაძარს და დაადგეს ქართული გუმბათები წმინდა ნინოს ჯვრებით. ტაძარს გაუკეთდა სეისმური სარტყელი, გამაგრდა, მოგვიანებით მოხდა აი იმ ნალესის ჩამოხსნა და გამოჩენა აგურისა და დამუშავებული აგური ჩანს ახლა. აქ დაგხვდა ზარი, რომელიც იყო ზარბაზნებისგან ჩამოსხმული და მოგვიანებით მოხდა ამ ზარის ისევ გადადნობა და ღვთისმადლით და ღვთისწყალობით უკვე 2013 წელს მოხდა დიდი ზარის დაკიდება და შემდეგ კიდევ 2 შევძინეთ ტაძარს დიდება უყვას ახლა 3 ზარი ამშვენებს ტაძარს. მიტროპოლიტ პალადის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის აგება დიაკვან იოსებ ბერიძისთვის დაუვალებია. სწორედ ამ ტაძარში აკურთხეს მღვდლად მამა იოსები, რომელიც შემდგომში ეკლესიის პირველი წინამძღვარი გახდა. ამ ტაძრის აშენებამდე რამდენიმე წლით ადრე აშენდა დროებითი ტაძარი, ქვის ტაძარი ხის გადახურვით, სადაც მსახურობდა მამა იოსებ ბერიძე და სადაც იკურთხა იგი მღვდლად. დეკანოზი იოსებ ბერიძე კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ეზოში განისვენებს. აქ განისვენებს მამა იოსებ ბერიძე, მისი აშენებულია ეს ეკლესია და მის გარშემო მყოფი შენობები. მარცხნივ იდგა ორსართულიანი სახლი. ეს იყო დარაჯისთვის, თქვათ, ეკლესიის, სასაფლაოს ტაძრიდან ხელმარცხნივ არის 2 ორსართულიანი შენობა, სადაც ცხოვრობდნენ სასულიერო პირები და ასევე იყო საკვირაო სკოლა. მოხდა ისე, რომ შემდეგ, როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ, მათ დაატოვებინეს ეს შენობა, იქ მცხოვრებ სასულიერო პირებს და სამწუხაროდ მამა იოსებსაც. არსებობს ასეთი წერილი თხოვნა მრევლისა, რომელიც ითხოვს, რომ მამა იოსები დარჩეს, იმიტომ რომ ხანში შესული იყო უკვე მაშინ 68 წლისა იყო. და დარჩეს მის მიერ აშენებულ სახლში. მოხდა ისე, რომ აი ამ წერილის შემდეგ უკვე 4 წელიწადში გარდაიცვალა მამა იოსები 72 წლის ასაკში. და აქ განისვენებს თავისი შვილებიც, მცირეწლოვანი შვილებიც ილია, ირაკლი აქ განისვენებენ. კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას არაერთხელ ჩაუტარდა სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოსთან არსებული ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის გადაწყვეტილებით ფრესკები ჩამოიხსნა და 2011 წელს ტაძარი ხელახლა მოიხატა. აქ დღემდე არაერთი დიდი სიწმინდე ინახება. თავდაპირველად ტაძარი არ იყო მოხატული,
გუმბათზე იყო რაღაც ვარსკვლავები გამოსახული, ისე თეთრი ფერი ჰქონდა კედლებს. და მოგვიანებით უკვე 1999 წლის 9 აპრილს თქვენ გახსოვთ, ტაძრის სტუაში დაიკრძალა 16 წლის თამუნა ჭოველიძე. ის დაიღუპა 9 აპრილს. ამის შემდეგ მისმა მამამ, ასე ვთქვათ, ითავა ამ ტაძრის რესტავრაცია და რესტავრაციის ფონზე მოხდა ტაძრის მოხატვაც. 4 მხატვარი იყო მაშინ, ვინც ხატავდა ამ ტაძარს. შემდეგ ისე მოხდა, რომ როდესაც მე გადმომიყვანეს ამ ტაძარში, გარკვეული შეუთავსებლობა იყო კანონიკასთან და ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მოხდა ჩამოხსნა ფრესკებისა და ხელახლა მოხატვა. აი მოხატვა ჩვენ დავიწყეთ 2011 წელს. ცხონებული გოჩა ცერსვაძე იყო პირველი ხატმწერი, რომელმაც დაიწყო ამ ტაძრის მოხატვა და საკურთხეველი, ზედა ნაწილი, გუმბათი, ყელის ჩათვლით მთლიანად გოჩა ცერსვაძის მოხატულია და შემოსასვლელში დასავლეთის კედელზე არის გარდამოხსნა, რომელიც მოხატა გოჩა ცერსვაძემ და შემდეგ სამწუხაროდ გარდაიცვალა 2 წელიწადში. იგი და მხატვრობა, ანუ ტაძრის მოხატვა გააგრძელა გიორგი ვართაგავამ და ღმერთის წყალობით, ღმერთის მადლით უკვე 2014 წელს დავასრულეთ. ჯვარცმა არ იყო ტაძარში, მრევლის შემოწირულობებით, ღვთისმადლით და ღვთისწყალობით დაამზადა თამას ჩეტკოშვილმა. კანკელის დამზადება ტაძრის გახსნისთანავე მოხდა. ამ პროექტის ავტორი და თვითონ ხატების შემქმნელი არის პავლე კოლჩინი იყო ასეთი ხატვარი, რომელსაც ეკუთვნის აი ამ კაკლის კანკელის შექმნა. ჩვენ უბრალოდ აი შემდგომში, როდესაც მოხდა რესტავრაცია ამ ტაძრისა, ესეთი გავამშვენეთ, ასე ვთქვათ, მოოქროვილი მეტალით და თვლებით ეს კანკელის ხატები. ჩვენი ტაძარი გამორჩეულია იმით, რომ გახსნის დღიდან მსახურება არ შეწყვეტილა და არ დაკეტილა ტაძარი. თბილისში სულ რამდენიმე ტაძარი იყო მოქმედი და მათგან ერთ-ერთი იყო ჩვენი ტაძარი, რომელშიც მუდმივად მსახურობდა რამდენიმე მოძღვარი. ასევე გამორჩეულია იმით, რომ ჩვენ ტაძარში რამდენიმე წმინდანის წმინდა ნაწილია დაბრძანებული. ეს არის წმინდა დიდმოწამე ევსტატი ბლაკიდას ნაწილი, წმინდა დიდმოწამე ანასტასიას წმინდა ნაწილი. ჩვენ ტაძარში ასევე არის უჯარმის ჯვრის ნაწილი. უჯარმის ჯვარი მოგეხსენებათ, ეს არის წმინდა ნინოს მოღვაწეობის პერიოდში სასწაულებრივად გამოცხადებულ 3 ადგილზე აღიმართა 3 ჯვარი. ეს არის მცხეთის ჯვრის ადგილი, თხოთის მთა და უჯარმა. და სწორედ უჯარმის ჯვრის ნაწილია ჩვენამდე მოღწეული, როგორც ცნობილია თვითონ ეს ჯვარი დაკარგულია, აღარ არსებობს დღეს და მხოლოდ ეს ერთი წმინდა ნაწილია ამ ჯვრიდან შემორჩენილი. ასევე ჩვენ ტაძარში არის მაცხოვრის საფლავის ქვა, რომელიც 2 წლის წინ იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ეკვდერს რესტავრაციის ჩატარების შემდეგ შეუცვალეს საფლავის ქვა და ამ ქვის ნაწილი ჩვენმა ერთ-ერთმა მრევლმა ჩამოაბრძანა იერუსალიმიდან და მისმა ოჯახმა შეამკო და ჩვენთან ტაძარში არის დაბრძანებული. კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ეზოში წლებია ფუნქციონირებს სამრევლო სკოლა, რომელშიც მოსწავლეები საეკლესიო გალობას, წმინდა წერილსა და სხვადასხვა ხელსაქმეს ეუფლებიან. საერთო ჯამში 25 ბავშვია დაახლოებით, რომლებიც გალობას სწავლობენ, ახალ აღთქმას, ძველ აღთქმას, წმინდა წერილს სწავლობენ. ამ დროს ხელსაქმესაც სწავლობენ. თავარია, რომ ძალიან დიდი სიყვარული არის ტაძარში. სიყვარული, რა თქმა უნდა, მრევლშიც გადადის, როდესაც მოძღვრები ცდილობენ, რომ ერთმანეთს არაფერი აწყინონ, გვერდში დაუდგნენ, ყველანაირად ცდილობენ, რომ სიყვარული იყოს, მაშინ ეს მრევლზეც გადადის და ძალიან დიდი სითბოა. დიდი დრო შრომა დაჭირდა ჩვენი წინამძღვრის მეშვეობით, მოკლედ ყველაღონე ვიხმარეთ, რომ აი ეს გაკეთებულიყო და გამშვენებულიყო. 27 იანვარი, მოციქულთასწორი ქალწულის წმინდა ნინოს ხსენების დღე აქ ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნება. როგორც მღვდელმსახურები ამბობენ, მრევლს აღნიშნული ტაძრის არსებობის ისტორიის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის და სწორედ მათი სიყვარული და თანადგომაა ის, რაც სასულიერო პირებს ყოველდღიურად უდიდეს ძალასა და შემართებას მატებს. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისთავად ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, დასაწყისიდან მოყოლებული
დღემდე ჩვენი მრევლის წევრები, ვინც თითოეული, ასე ვთქვათ, შესაწირი გაიღო აი ამ ტაძრის გამშვენებაში და მადლობა შევწირო უფალს პირველ რიგში, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღვთისმადლით და ღვთისწყალობით ზრუნავენ ჩვენი ტაძრის გამშვენებაზე.